თქვენ დაგაჯილდოვეთ ღირსების ორდენით. კომენტარი მოგცეს პრესცენტრი. მე ვარ ორდენი, რატომ მოგცეთ? დაამოგცეთ, არ იცი? განსაკუთრებული წინვისთვის, რაც შემოსახულია. ბიბზანი კომენტარს. მინდა გაჯილდოვათ ღირსების ორდენით. კომენტარს მოგცეს პრესცენტრი მუნიციპალიტეტის. თქვენ დაგაჯილდოვეთ ღირსების ორდენით. რა დამსახურებისთვის, რა ნიშნით შეგარჩიეს? დამაჯილდოვეს არც უთქვამთ არაფერი. დამაჯილდოვეს კვირას ავიღე ჯილდო, წამოვედი არაბის იყო. არჩევნების წინადღე იყო. ავიღე ჯილდო, მადლობა გადავხადე. მინდა გაჯილდოვოთ, მინდა მოგცათ ღირსების ორდენი. განათლების მინისტრმა გია აბულაძემ გადამოსცა ეს ჯილდო. და შენობაში სად იყავით? გამგეობის შენობაში ვიყავით. და ის ადამიანები 30-მდე ადამიანი იყო დაჯილდოვებული, რა ნიშნით შეირჩა თქვენი აზრით? მე იქ ნახე პედაგოგები გამოსილი ძველი, ვისაც მე ვიცნობდი, წარმატებული პედაგოგების სკოლის ყოფილი დირექტორები, პენსიონერები, ძალიან ბევრი. და თქვენი შესახებ ინფორმაცია ვინ მიაწოდა, მათ სია ვინ მიცა? ან გამგეობამ, ან რესურს ცენტრმა. მომთავრე შოთა რუსთაველის ინსტიტუტი და იმ წელსვე დავიწყე მუშაობა. დამაჯილდოვეს გამგეობაში, განათლების მინისტრმა გადმოგცა ღირსების ორდენი. მოგვიბოდი შესარჩევნებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უფრო უკეთეს ვითარებაში გვინდოდა, მაგრამ დრო არ ითმენდა, უკვე დაგვიგვიანდაო და მოგვილოცეს ხელის ჩამორთმევით. ჩვენც მადლობა გადავუხადეთ ჩვენი ნდობისა და ღირსებისათვის და დაფასებისათვის და ალბათო კიდევ შევიკრიბებით და უკეთეს ვითარებაში გავაკეთებთ ყველაფერს. მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს დაჯილდოება? ნამდვილად მოულოდნელი იყო. მე არ ველოდი, ვიფიქრი არჩევნებთან დაკავშირებით რა შუაში რა არის მეთქი და გამიკვირდა დირექტორმა რომ დამირეკა. შემთხვევით მოვიდაშა და მითხარი რომ ასეთი მდგომარეა და ჩავედი გამგეობაში და გადმომცენ ღირსების ორდენი. როდის დაგაჯილდოვეს, რა ვითარებაში მოხდა დაჯილდოვება? ახლა ყრიბას ეხლა ბათუმიდან მოსული მე არ ვიცნობდი განათლების მინისტრის აბულაძე და გამგებელი ჩვენი ხარაზი ამათმა გადმომცენ ესამა. წინა საარჩევნოდ მოხდა ხო თქვენ დაჯილდოება? კი მოხდა. არ ველოდი მაგალითად. ხო და სხვაებიც ესე მოვიდა. შემთხვევით. ჩვენთან სკოლაში მოგთხოვეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი წარმატებული მასწავლებელი წარგვედგინა. დავახასიათეთ ეს მასწავლებელი და წარვადგინეთ დახასიათება. შემდგომ როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნული მასწავლებელი ჯილდოვდება ღირსების ორდენით, რომელიც ჩვენთვის აღნიშნულ მასწავლებლის თაობაზე, რომ ის ღირსების ორდენზე უნდა წარდგენილიყო, არ იყო ცნობილი. ჩვენ ახლა როგორც მასწავლებელს ნამდვილად ვახასიათებთ დადებითად, ნამდვილად ღირსეული პედაგოგია, კონკურსებში გამარჯვებული, სერტიფიცირებული 1000 ლარიანი და დანარჩენი ახლა ცნობილი რომ ყოფილიყო, რომ ღირსების ორდენზე ვინ წარგვედგინა, ამის შესახებ ჩვენ სკოლის დირექცია პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად მივიღებდით გადაწყვეტილებას. ანუ ცნობილი არ იყო, რომ ღირსების ორდენზე უნდა წარედგინათ აღნიშნული მასწავლებელი. მეტი ინფორმაცია ჩვენ მოგთხოვთ ობულეთის რესურს ცენტრმა, შესაბამისად იყო განათლების სამინისტრო და აღნიშნული ის მასწავლებლის მოთხოვნა. თუმცა კიდევ ვიმეორებ, თუ კი ღირსების ორდენზე წარდგენა რომ გწოდნოდა, ჩვენ პედაგოგიური საბჭო ვიმსჯელებდით და წარვადგენდით ხმათა უმრავლესობით ასეთ პედაგოგს.